მე ვარ ნინო ქურდოვანიძე, 1000 სროლის სკოლის მოსწავლე, მე-10 კლასელი და ალტერნატიული პროგრამის წევრი, რომელიც ფარგლებში დავაარსეთ კვლევით ინსტიტუტი და შემდეგ ჩავატარეთ კვლევები. მე ვარ ვიკა, ალტერნატიული პროგრამის კვლევით ინსტიტუტის ფარგლებში მუშაობდი კურიკულუმის განვითარებაზე და ასევე ვიყავი ნინის ასისტენტი მისი კვლევის ფარგლებში. უკვე მესამე წელს ჩემი კვლევის წარდგენა. პირველი იყო საკმაოდ ახლო მეგობრულ გარემოში ჩვენ სკოლაში, სადაც პრეზენტაციის სახით წარვადგინეთ კვლევები მე და ჩემმა კლასელებმა. შემდეგ უკვე კომფორტის ზონიდან გამოსვლა მომიწია და წავედით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სადაც იქაც პრეზენტაციის სახით ჩავატარე წარმოვადგინე ჩემი კვლევა. ასევე ჩემი კვლევით ინსტიტუტი და ძალიან დადებითი გამოხმაურებები მივიღეთ და ახლა უკვე მესამეჯერ მივდივართ ილიას უნივერსიტეტში, სადაც პოსტერული სახით უნდა წარვადგინო ჩემი კვლევა. მოვედით ილიაში, ცოტა ნერვულობს, მაგრამ არა უშავს. ეს არის დარბაზი, სადაც არის პოსტერები განლაგებული და ეს არის ჩემი პოსტერი, რომელიც ძალიან მომწონს. ჩემი მიზანი იყო გამეგო როგორ აღიქვან მოსწავლეები სასკოლო გარემოს და რას აქვს მათ мотиваციაზე გავლენა. ძირითადად სამი მიმართულება გამოვიკვლიეთ. პირველი იყო, რომ ყოველდღიურ სასკოლო გარემოს როგორი გავლენა ჰქონდა მოსწავლეების мотиваციაზე. მეორე მასწავლებლებთან ურთიერთობას და მოსწავლეებთან და თანაკლასელებთან ურთიერთობას და შემდეგ უკვე ყოველდღიურ სასკოლო წესებს. ყოველ კვირა გქონდა ჩანიშნული შეხვედრები და ამ შეხვედრის ფარგლებში ნინის მოქონდა ჩემთან ის დავალებები, რომლებსაც უშუალოდ კვლევის საგანში აძლევდათ მასწავლებელი. ერთად მსჯელობდით, როგორ უნდა მომხდარიყო ამ დავალების განვითარება, როგორ უნდა შესრულებულიყო დავალება. ასევე ვსაუბრობდით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დროშის შესრულება დავალების, მუშაობდით არა მხოლოდ კვლევის მიმართულებით, არამედ ნინის პიროვნული განვითარების მიმართულებითაც. რადგან ჩემი მიზანი იყო გამეგო რა განსხვავება იყო საჯარო და კერძო სკოლებში, ამისთვის ჩავატარეთ 4 ფოკუს ჯგუფი, 2 ფოკუს ჯგუფი ჩავატარეთ კერძო სკოლაში, 2 ფოკუს ჯგუფი ჩავატარეთ საჯარო სკოლაში. ჩავიწერეთ ხმები ჩვენი ფოკუს ჯგუფების, შემდეგ გავაკეთეთ ტრანსკრიპტები და უკვე ამოვიღეთ იქიდან საჭირო ინფორმაცია. და შემდეგ უკვე დავწერეთ შედეგები და საკმაოდ საინტერესო შედეგები გამოვიდა. მსგავსებები იყო ვიდრე განსხვავებები რა და ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი არის თვითონ სკოლა როგორ აღიარებს მოსწავლეს და როგორ ზრუნავს მას პერსონალურ განვითარებაზე ვიდრე თვითონ სექტორი რო კერძო და საჯარო სკოლა რა. კი. მორჩა კონფერენცია, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნაწილი. წარვადგინე ჩემი კვლევა, ძალიან წარმატებულად ჩაიარა მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული და მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთს და იგივეს ვუყვებოდი თავიდან, მაინც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, იმიტომ რომ და ძალიან მიხაროდა, რომ ანუ ხალხს საინტერესებდა ჩემი კვლევა და ჩემი ნაშრომი და ყოველ ჯერზე იგივე ენთუზიაზმით ვუყვებოდი სულ ყველას. კარგი გამოხმაურებები მივიღეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ მაგით. და ხო, მადლობა.